პრემიერ-მინისტრ შებაზ შარიფთან და პაკისტანის ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ მათ თხოვეს ამაღამ ირანის წინააღმდეგ გაგზავნილი დამანგრეველი ძალის გამოყენება შემეჩერებინა იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, ვეთანხმები ირანის დაბომბვისა და შეტევის შეჩერებას 2 კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ უკვე შევასრულეთ და გადავაჭარბეთ ყველა სამხედრო მიზანს და ძალიან წინ ვართ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღწევაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფაში. ჩვენ მივიღეთ ირანისგან 10 პუნქტიანი გეგმა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამუშაოდ გამოსადეგი საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. წარსულში არსებული თითქმის ყველა სადავო საკითხი შეთანხმებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, თუმცა 2 კვირიანი პერიოდი საშუალებას მისცემს შეთანხმებას საბოლოოდ დასრულდეს და გაფორმდეს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა ახლოს არის გადაწყვეტასთან. ნათქვამია დონალდ ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში.